ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, ძვირფასო საზოგადოება. დღეს ვისაუბრებთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ანტიქრისტეს მოსვლას და კერძოდ იმ საკითხს, თუ რა არის შემაკავებელი ძალა, რომელიც აჩერებს ანტიქრისტეს გამეფებას. მის მოსვლას პირველ რიგში და შემდეგ უკვე გამეფებას. ეკლესიის წიაღში სხვადასხვა აზრი არსებობს. გულისხმობთ იმას, რომ ზოგიერთი ფიქრობს, რომ აი ამ შემაკავებელ ძალაში იგულისხმება რომელიღაც სახელმწიფო და თითქოს იმ სახელმწიფომ უნდა დაიცვას თუ ზნეობრივად იცავს თქვათ მართლმადიდებლობას, მაშინ სანამ ის სახელმწიფო დაიცავს მას, მანამდე ანტიქრისტე არ გამოჩნდება. ესე ერთი ვერსია. თუმცა არც ისე მყარი. მეორე ვერსიის თანახმად ეს არა სახელმწიფო, არამედ არის ადგილები, ტერიტორიები სხვადასხვა სახელმწიფოში თუ ქვეყანაში, სადაც რაღაცნაირად დაცული იქნება ადამიანები ანტიქრისტეს ზეგავლენისაგან და ბოროტებისაგან. არის კიდევ ვერსია, რომლის თანახმადაც ამბობენ, რომ აი ცალკეული პიროვნებების, ინდივიდების ხარჯზე, ასე ვთქვათ, ხდება ის, რომ ანტიქრისტე მოსვლა არის დაყოლებული და შემდეგ უკვე როცა ეს ადამიანები, კონკრეტული პიროვნებები მაგალითად აღარ იქნებიან, მაშინ დაუშვებს ღმერთი ანტიქრისტეს მოსვლას. გარკვეულწილად, ესე ვთქვათ, ყველას თავისი დასაყრდენი აქვს აი ამ ვერსიებს შორის, მაგრამ მთავარი, რაზეც გსურს ყურადღების გამახვილება, გახლავთ ის, რომ სინამდვილეში შემაკავებელი ძალა, რომელზეც საუბრობს პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში, ეს გახლავთ ღვთის მადლი, ანუ ღვთის ძალა, რომელიც მოქმედებს კაცობრიობაში და ნელ-ნელა ზნეობრივად დეგრადირდება რა საზოგადოება, ნელ-ნელა ეს მადლი, აქ საუბარია როგორც საყოველთაო მადლზე, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია და არა მაცხოვნებელ მადლზე მხოლოდ, არამედ საყოველთაო მადლი, რომელიც კაცობრიობას აქვს, რომლითაც არსებობს, ცხოვრობს, ყოფით ცხოვრებაში აქვს შეწევნა და ასე შემდეგ, ამაზეა საუბარი, ესეც კი ნელ-ნელა გამოეცლება ადამიანებს და მთლიანად საყოველთაო ბოროტებაში ჩაეფლობა ადამიანი, პროგრესირებს ეს ზნეობრივი დეგრადირება, ჩვენ ამ პროგრესს თუ უფრო სწორად რო ვთქვათ, რეგრესს ხედავთ სახეზე, ეს ფაქტია და ამას დიდი ფიცი არ ჭირდება, რაც უფრო ტექნოლოგიური პროგრესი ვითარდება, მის პარალელურად ხედავთ, რომ სულიერად ადამიანი სულ უფრო და უფრო დეგრადირდება. ხო. ეხლა ჩვენ საიდან ხვდებით ამას, რომ ჭეშმარიტება არის სწორედ იმაში, რომ ღვთის მადლი ვიდრე მოქმედებს ადამიანებზე, მანამდე და არავითარ შემთხვევაში თქვათ, სხვა ვერსიები არ არის აქ ყურად საღები. და რატომ? თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეშია სწორედ აი ამ შემაკავებელზე საუბარი, მაგრამ თავად პავლე მოციქული ბრძანებს ესეთ რამეს, რომ პირველ მოსვლის დროს, ანუ როცა პირველ თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეზეა საუბარი, იქ იწყებს ამ განმარტებებს და ამიტომ მეორე ეპისტოლის შინაარსი ჩვენ კონტექსტიდან ამოგლეჯილად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ თვითონ ამბობს მოციქული, რომ პირველად რო ვიყავით თქვენთან, ამის შესახებო დაწვრილებით გესაუბრეთო, ამიტომ მეორეზე ამ საკითხზე ესეთი დაწვრილებითი საუბარი არ არის იმ იმედით, რომ მოციქულის გაიგეს თესალონიკელებმა და უკვე კიდევ ერთხელ უკვე აგრძელებს საუბარს ყოველგვარი განმარტებების გარეშე. ეს კარგად ჩანს, თუ დაუკვირდებით ჩვენ მეორე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლის მეორე თავის მთლიანად და პირველი
თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლის მეხუთე თავს, ხო? ყველგან ეს დაწვრილებითი ინფორმაცია ამის შესახებ, ეხლა რო არ დავიწყოთ ჩვენ ამის კითხვა და რაღაც გადავტვირთოთ ჩვენი ეთერი, ამის შესახებ ცლად არის საუბარი. და მთავარი, რაზეც ამახვილებს პავლე ყურადღებას იმ კატეგორიის ადამიანებზე, ვინც დათმობს ჭეშმარიტებას, არ ექნება ჭეშმარიტი სიყვარული და ზოგადად სულიერი დეგრადირება იქნება, მათზე ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ყოველთა ძალითა, ნიშებითა, სასაულითა, ტყუილისათა, ყოვლითავი საცთუითა, სიცრუისათა, წარწმენდულთა მათ შორის, რამე თუ ვინაიდან სიყვარული კი ჭეშმარიტებისა არა შეიწყნარეს. ანუ მთავარი ის რითაც ისინი შეიყვარებენ უზომოდ ტყუილს, შეიყვარებენ სიცრუეს და მოექცევიან წარწმენდულთა კატეგორიაში, ერთნიშნად და ერთმნიშვნელობად საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები არ შეიწყნარებენ ჭეშმარიტებას, არამედ შეიწყნარებენ სიცრუეს და ეცდებიან, რომ აი ამ სიცრუით სათნო ეყრნენ სიცრუესა შინა, ხოლო ჩვენ თანაგვიეც მადლობად ღვთისა მარადის. ესე იგი, თუ ისინი წარწმენდულების კატეგორიაში ვინც შედის, მთლიანად თავის იმედს ამყარებენ სიცრუეზე, მზაკრობაზე, ცფიერებაზე, ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ცოდვაზე, ჩვენ კიდე აგერ მადლი ღვთისა გვეუბნება, რომ მცირე სამწყსო, რომელიც უნდა გადარჩეს, ის აუცილებლად გადარჩება ღვთის მარადის მადლობით. ანუ ღმერთს მადლობს ყველაფრისთვის, იმ განსაცდელებისთვისაც, რომელიც მოეწია ადამიანს და იმ ყველა ფრისთვის, რაც მიცა ადამიანს ღმერთმა. აქედან გამომდინარე, მცირე სამწყსოს კატეგორიაც რატო ქვია მცირე? იმიტომაც ქვია ძმაუნდადან, რომ ამის ატანა ყველაფრისა, რაც მცირე სამწყსოს უწევს, ხო, ამისი ატანა მასშტაბური სახით იმ პერიოდის კაცობრიობას უკვე ხედავთ ჩვენ, რომ ამის ატანა არ შეუძლია თანამედროვე ადამიანს, მით უფრო იმ პერიოდის კაცობრიობას ჭეშმარიტების თაყვანისცემა და თქმა იმისა, რომ არის მხოლოდ მართლმადიდებლობაში არის ცხონება და მხოლოდ ღვთის თაყვანისცემით შეიძლება ადამიანი და მადლობით გადარჩეს ღვთის წინაშე, ხო? აი ამ კატეგორიის ადამიანების უკიდურესი შემცირება მოხდება ბოლო ჟამს. ნახეთ შემდეგ პავლე მოციქული ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ ყოვლისაგან ბოროტისა საქმისა განვეშორებით და მაშინ თავადმა ღმერთმა მშვიდობისამან წმინდა გყნეს ჩვენ. ანუ პირობა იმისა, რომ ცხონდეთ და გადავრჩეთ რაში მდგომარეობს? ყოვლისაგან ბოროტისა საქმისა განშორება. ეს არის აუცილებელი პირობა და ამის შედეგად ადამიანს ეძლევა თავად ღმერთმა მშვიდობისამან წმინდა გყნეს ჩვენ. ყოვლითა სრულებით. პირიქითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი არ განეშორება ბოროტ საქმეებს, თუ არ განეშორება, ესე იგი ბოროტ საქმეებს, ღმერთი მშვიდობისა მას აღარ ეყოლება, ესე იგი მფარველად და წმინდა მყოფელად ღვთისა ვეღარ იქნება ესეთი ადამიანი. აქ პირდაპირ ჩანს ეს კატეხონი ქვია აი ამ შემაკავებელ ძალას, რომელიც მოქმედებს დღემდე კაცობრიობის ისტორიაში და ჩვენ ხედავთ, რომ ღვთის მადლი პირველი საუკუნეებიდან გაღვივდა და ეკლესიაში მოეფინა, მთელ მსოფლიოს მოეფინა ეკლესია, გავრცელდა მთელ სამყაროში და შემდეგ უკვე ეტაპებით იწყება იმ აპოკალიფსური ნიშნების გამოჩენა, რომელიც სახეზე ნელ-ნელა ჩვენ ვხედავთ, ხო? ეს არაფერი გასაკვირიც ამაში არ არის, იმიტომ რომ წმინდა წერილი დაწერილია და წმინდა წერილის ბოლო წიგნი სწორედ აპოკალიფსი გახლავთ. ამითი ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ეს სულიერი რეგრესი, რომელიც კაცობრიობას ელოდება ბოლო ჟამს, ეს ბუნებრივი მოვლენაა, აუცილებელი პირობაც არის, რათა
აი ამ სულიერ დეგრადირებულ საზოგადოებაში გამოჩნდეს ანტიქრისტე და მან ესე იგი მოიტანოს ის საიდუმლო უსჯულოებისა, რომელიც დიდი ხანია მზადდება ქრისტეს ეკლესიის, თავად ქრისტეს წინააღმდეგ და დღესაც მისი აი ამ ბნელი ძალების მიერ აი ამ საიდუმლო გეგმის აღორძინებისთვის ყველა ღონე ხმარდება და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საბოლოოდ გამეფდეს ანტიქრისტე. საიდან ვხედავთ ჩვენ ამას? გადავხედოთ უფრო უკვე ღია განცხადებებს იმ საიდუმლო ოკულტური თუ ეშმაკისეული სატანისტური საზოგადოებებიდან, ვინც გინდა აიღე იქ მასონები იქნება თუ სხვა ოკულტური ძალები თუ მაგიის წარმომადგენლები, ყველგან ვხედავთ ჩვენ უკვე ღია წარმოდგენას იმისა, რომ ეშმაკი თავის აი ამ საიდუმლო გეგმას უკვე აღარც მალავს. ეს ერთი პირობა, რომელიც აუცილებელი იქნება ბოლო ჟამს, რომ ანტიქრისტე გამოფთეს, უკვე ნელ-ნელა სახეზე ჩანს და ვხედავთ ჩვენ ამას. მეორე, ეს არის ის სულიერი დეგრადირება, გარყვნილება, გახცნა, ანუ სიცრუის თაყვანისცემაში რა იგულისხმება და არაჭეშმარიტებისა. ყველანაირი ცოდვა, ცფიერება, მზაკრობა, ტყუილი, რაც კი ადამიანს შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა უпростоრად ეშმაკის შთაგონებით, ხო? ყოველივე ამას ის დიდი სიხარული და დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით განახორციელებს. ნუ შესაბამისად ჩვენ დასკვნა შეგვიძლია ესეთი გავაკეთოთ ამ საუბრიდან, რომ ყოვლისაგან ბოროტ საქმეთაგან განშორება ადამიანისა აღესრულება ღვთის, მადლის და წყალობის მიერ. სხვანაირად ეს ვერაფრით ვერ მოხდება. იმიტომ რომ შეწევნა უფლისა არის დაისადგურებს მხოლოდ იმ ადამიანებზე, წმინდა წერილი ამაზე მკაფიოდ გვესაუბრება, რომლებიც იქნებიან მცირე სამწყსოს წარმომადგენლები. ეს არის ის ერთგული სამწყსო ქრისტესი, რომელიც არ შეუშინდება ამ ანტიქრისტეს ბოროტებას, მზაკრობას, მიუხედავად დიდი ხიფათისა მათ პირად ცხოვრებაში, დიდი დევნისა, შეურაცხყოფებისა, რომლებიც აუცილებლად იქნება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც ჩანს და იკვეთება დღეს, ჩვენ ამას ვხედავთ რეალურად, იმიტომ რომ როგორც მაშინ იყო პირველ საუკუნეებში ქრისტეს მოძღვრება, თავად ქრისტე, მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტი ღმერთია და მხოლოდ სიკეთი აქვს ნაკეთები და მტრების აღდგენა და მხოლოდ ადამიანისთვის სიკეთის კეთებით იყო გამორჩეული, მიუხედავად ამისა, ჯვარს გააკრეს მათ ის ამ ბოროტი ძალების მზრახველებმა, ასე ვთქვათ, იქ ყველა იგულისხმება, როგორც იუდეველები, ისე წარმართები, ხომ, ჰეროდიანელები, სადუკეველები, ყველა ფარისევლები, ყველა ეს მზაკრობაში, ამ კოლექტიურ მზაკრობაში მაშინ იმყოფებოდა ქრისტეს და ქრისტეს მოწაფეების წინააღმდეგ და იგივე ვხედავთ, ოღონდ სხვა მასშტაბებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აი ამ ბოლო აკორდს თანამედროვე სამყაროში, როცა ეს ბოროტება იმდენად გაძლიერდა ადამიანებში, რომ საზოგადოებაში თითქოს მადლის ადგილი აღარ რჩება. ჩვენ ამას ხო ვხედავთ, გრძნობთ ადამიანებში, ხომ ჩამოთვალოთ რომელი ერთი ვთქვათ ის სიკვდილიანობა, რომელიც ადამიანები კლავს ერთმანეთს, უკვე აღარ არის ლაპარაკი ვიღაც სხვა ადამიანებს, საკუთარი ოჯახის წევრებზე, ხო? ისი მანიშნებელია ეს, მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელი, რომ მადლი ტოვებს ადამიანს. და როცა მადლი ტოვებს და ეს შემაკავებელი ძალა ამაში იგულისხმება ადამიანს, მაშინ ის მხედზე უარესი ხდება. ასე რომ ეს ბოლომდე, როგორც ჩანს, ეს ესტაფეტა გადავა ბოლომდე და სულ უფრო და უფრო პროგრესირებადი იქნება ურჯულოება, ეს ცხადია, ჩვენ ამისი არ უნდა შეგვეშინდეს, პირიქით უნდა ვიცოდეთ, რომ ესეთი კატეგორია სულ უფრო და უფრო მომრავლებული იქნება
და უფრო მეტიცაც გეტყვით, ეს ადამიანები, რომლებიც მომრავლებულად იქნებიან და თავის აი ამ უჯულოებაში გაბატონებულები, ისინი თვითონ ამ მცირე სამწყსოზე იტყვიან, რომ აი ეს მცირე სამწყსო, მცირე ადამიანების მცირე ჯგუფი არის ფანატიკოსი, ბნელი, შეიძლება თქვან ღვთის მტერიც კი, იმიტომ რომ მათთვის ღმერთი იქნება არაჭეშმარიტი ღმერთი, არამედ ანტიქრისტე და სატანა, რომელსაც ისინი ფარულად აი ეს საუკუნეების მანძილზე ეთაყვანებიან. ღმერთმა გვიშველოს ძმა უნდა დანო ეს დრო მოვა თუ არ მოვა მალე ჩვენ არ ვიცით, მაგრამ სახეზე არის ეს პროგრესი ცოდვისა, რასაც ჩვენ სულიერ დეგრადირებას ვეძახით და ეს დეგრადირება მიიღებს აბსოლუტურ სახეს. ამაშია ეს არის ხაზგასასმელი აქ. ანუ აბსოლუტურ სახეს როცა ლაპარაკობ ჩვენ ამაზე, გულისხმობთ იმას, რომ ადამიანს უბრალოდ ვეღარ დაელაპარაკები ჭეშმარიტებაზე. ვეღარ დაელაპარაკების ნეობაზე. იმიტომ რომ გეტყვია შენ ფანატიკოსი ხარ, შენ არანორმალური ხარ, გეტყვიან იმის გამო, რომ თქვათ ყავს ხარ ერთგული შენი მეუღლის, შენი სამშობლოსი, შენი ეკლესიის, ამის გამო გეტყვიან რომ ხარ არანორმალური. იმაზე კი არა საუბარი რომ რაღაცას აშავებ თუ არა. აქ ამაზეა საუბარი რომ რასაც კარგს აკეთებ, ეს იქნება პროტესტის ნიშანი იქნება მათთვის, გამაღიზიანებელი, იმიტომ რომ ამითი შენ როცა სწორად ცხოვრობ, ხო ვიცი ჩვენ რომ ამას რა მოყვება, რომ ხილება, ხო? სუბრალდებები, უბრალოდ შენ ამხელ, შენი ცხოვრებით მათ და იქიდან, რა თქმა უნდა, მაგის საპირისპიროდ იწყება აუცილებლად სუბრალდებები და ცილისწამებები. ჩვენ ამას დღესაც ვხედავთ, ხო? არც ისე რთული შესამჩნევია ის, რომ როგორც კი ადამიანი რაღაცას კარგს აკეთებ, თქვათ ეკლესიას აშენებ, ან თქვათ სხვა სათნოებებში გაიწაფება ადამიანი, ხო? იქ ხედავთ ჩვენ უდიდეს ბრძოლას ამ ადამიანების წინამდე. იწყება ბრალდებები, ცილისწამებები, შეურაცხყოფები, დაბრალება ყველაფრის თუ რამე შეიძლება დააბრალო. და არც ეს გვიგვირს ჩვენ, ხო? აი გადავხედოთ წმინდანთა ცხოვრებებს და დავინახავთ იქ, რომ უდიდეს წმინდა მოღვაწეებს, მოსაგრეებს, თუნდაც ჩვენი ქვეყნისა, აბრალებდნენ უკიდურეს სიმძიმის ცოდვებს, მკვლელობებს, რუშობებს, დაფეხმძიმებებს ადამიანების და ასე შემდეგ უკანონოდ, რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი იყო ასატანი ჩვენი წმინდანებისთვის და ჩვენთვისაც უნდა იყოს ეს ასატანი, იმიტომ რომ ბოლო ჟამი სწორედ ამითია გამორჩეული, ეს მადლი შემაკავებელი ძალა, რასაც პავლე მოციქული თესალონიკელებს ეუბნება, ამითი ყველას გვეუბნება, რომ ეს შემაკავებელი ძალა საბოლოო ჯამში აიღება დედამიწიდან. გესმით, რაზეა საუბარი და დარჩება მხოლოდ იმ ადამიანებში, ვინც იმ ბოლო ჟამს მცირე სამწყსოს მიეკუთვნება. ასეთი იქნება კაცობრიობის სულიერი მდგომარეობა და ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ღმერთმა დაგვიწყოს წყალობა და კურთხევა არ მოგვაკლოს. ამენ.